მეგობრებო, განვაგრძობთ პროგრამირების შესწავლას C# ენის გამოყენებით და ჩვენი დღევანდელი თემა არის წვდომის მოდიფიკატორები, ანუ ის წვდომის მოდიფიკატორები, რომლებიც ჩვენ არ განგვიხილავს, ხო? ესენი არის protected internally და private protected. აი ამ 4 მოდიფიკატორს განვიხილავთ დღეს. ერთ-ერთ წინა ლექციაში ჩვენ უკვე განვიხილეთ public და private წვდომის მოდიფიკატორები და ვისაუბრეთ მათ შესახებ. აგრეთვე ვისაუბრეთ თუ ზოგადად რა არის წვდომის მოდიფიკატორები და მისი არსი რაში მდგომარეობს. ამიტომ დღეს აღარ ჩავუღრმავდები ამ თემებს. ვიდეოს აღწერაში იხილავთ 2 ვიდეოს, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ნანახი იმისთვის, რომ გაიგოთ დღევანდელი ლექცია. პირველი არის სწორედ ის ვიდეო, სადაც საუბრობ public და private-ის შესახებ, ამიტომ ჯერ უყურეთ მას, ხოლო შემდეგ უყურეთ ამ ვიდეოს. და მეორე ვიდეო, რომელსაც ნახავთ, არის ვიდეო, სადაც ჩვენ საუბრობთ კლასების ბიბლიოთეკების შექმნასთან დაკავშირებით. და აუცილებლად ამ ვიდეოს ყურებამდე აუცილებლად უყურეთ იმ ვიდეოსაც, რადგან დღევანდელი მაგალითის უკეთ გასაგებად, დღევანდელი თემის გასაგებად გამოვიყენებთ კლასების ბიბლიოთეკებს და არ მინდა რომ ეს თემა იყოს რაღაცა ახალი და გაუგებარი თქვენთვის. რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დეტალებში აღარ დავწვრილმანდები, უბრალოდ გამოვიყენებ კლასების ბიბლიოთეკებს. ნუ როგორც ხედავთ, გახსნილი გვაქვს ცარიელი პროექტი კონსოლური ტიპის აპლიკაციისა და პირველი მოდიფიკატორი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ეს არის protected მოდიფიკატორი. ამისათვის ჩვენ solution-ში შევქმნათ ახალი პროექტი კლასების ბიბლიოთეკისთვის. დავაჭიროთ add new project და class library.net framework. და ამ კლასს დავარქვათ accounts მაგალითად. დავარქვათ რაღაცა accounts. დავაჭიროთ create და ხედავთ, რომ ჩვენ solution-ში შეიქმნა ახალი class library accounts-ი, რომელიც კომპილაციის შემდეგ იქნება DL ტიპის ფაილი, DL გაფართოების ფაილი, რომელიც შეგვიძლია შემდგომ დავუკავშიროთ სხვა პროექტებს, ხო? ამ პროექტს აქვს თავისი რაღაცა class 1 CS-ი, რომელსაც გადავარქვევ სახელზე, დავარქვევ user. ესეთ სახელი დავარქვათ და მოდი აქაც rename-ითაც გადავარქვათ სახელი და ამას ერქვას user CS. ნუ ამ user-ს კონდეს სტანდარტული პარამეტრები, სახელი, მაგალითად string-ი, კონდეს რაღაცა name-ი, კონდეს რაღაცა int age, ხო? property-ის სახით გაწერილი. და მოდი კონდეს რაღაცა display მეთოდიც, რომელიც გამოგვიტანს აი ამ user-ის შესახებ ინფორმაციას, ხო? ეს იყოს რაღაცა public void display, რომელიც უბრალოდ კონსოლში დაბეჭდავს აი ამ მომხმარებლის სახელს. ანუ names. აი ეს. ხო, ეხლა სურათია ესეთი, ანუ გვაქვს რაღაც თავარი პროექტი, სადაც არის program CS-ი, ანუ გამშვები ფაილი და გვაქვს accounts-ი, რომელიც არის დამატება, ასე ვთქვათ, ამ პროექტისთვის. ეს არის DLL ტიპის რაღაცა კლასების ბიბლიოთეკა. ეხლა ეს ორი ტიპი ერთმანეთს ვერ ხედავს. ამიტომ უნდა წავაკითხოთ ესენი ერთმანეთს და უნდა დაურეფერენსოთ. ამიტომ გადავიდეთ ჩვენ თავარ პროექტზე, ავირჩიოთ აი აქ dependency-ებში add project reference და ავირჩიოთ ჩვენი account კლასი. ეხლა უკვე ამას გაუჩნდება account-ი და ეხლა ესენი უკვე ეს ორი პროექტი ხედავს ერთმანეთს და ჩვენ აი ამ ჩვენ ძირითად პროექტში შეგვიძლია გამოვიყენოთ user კლასი, ხო, რომელიც ჩვენ accounts-ის კლასების ბიბლიოთეკაში გავწერეთ. და ეხლა შემიძლია შევქმნა user-ის ობიექტი ჩემს main მეთოდში. თუ დავწერ user უდრიდეს new users, ნუ ამან უნდა შემიქმნას ობიექტი, მაგრამ ეს ვერ ხედავს, იმიტომ რომ მე ამას ცხადის სახით უნდა მივმართო, ან უნდა დავირეფერენსო using-ების გამოყენებით, ხო? ამიტომ მოდი დავწეროთ using accounts, როგორც ქვია ჩვენს კლასის ბიბლიოთეკას სახელი და ეხლა უკვე ხედავთ, რომ პრობლემა აღარ აქვს ქმნის ობიექტს. თუ ჩავხედავთ ამ ობიექტს, ამ ობიექტს შიგნით აქვს 2 ცალი
ველი, ეს არის age, უბრალოდ ორი არის property, ერთი არის age, ერთი არის name და მეთოდი display, ხო, რომელიც ვიცით რას აკეთებს. ბეჭდავს სახელს. ხო, ახლა ეს ამ ველებს და მეთოდებს ხედავს უპრობლემოდ, ხო? ამ user-ს შიგნით აქვს ყველაფერი, ჩანს ხო ყველაფერი, რაც აი ამ კლასის შიგნით წერია. იმიტომ რომ ეს არის საჯარო, public გვაქვს მონიშნული, ხო? თუ რომელიმე ველს მოვნიშნავ, მაგალითად private, მაგალითად სახელი მოვნიშნოთ private-ად და თუ ეხლა შევეცდები, რომ მივუწვდე ამ names, ანუ ხედავთ რომ აი აქ აღარ იქნება სახელი. იმიტომ რომ სახელი ახდება აღარ იქნება საჯარო და სახელის გამოყენება შემეძლება მხოლოდ აი ამ კლასის შიგნით, ანუ სადაც ვქმნი. მოდი ახლა ვნახოთ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მე აი ამ სახელს გადავაკეთებ protected modificator-ს მივანიჭებ და დავწერე აი აქ protected. მოდი გავარჩიოთ ახლა რას ნიშნავს ეს მოდიფიკატორი, რომელსაც ქვია protected. Protected modificator-ი ნიშნავს იმას, რომ ის ველი, რომელიც მონიშნული არის protected modificator-ით, ხელმისაწვდომი არის მხოლოდ იმ კლასის თვალთახედვის არეში, სადაც ის იწერება და აღიწერება, ასე ვთქვათ, ანუ user კლასის აი ამ ფიგურულ ფრჩხილების შიგნით და აგრეთვე ხელმისაწვდომი არის მემკვიდრე კლასების შიგნით. ხო, აი ეს, ამიტომ მინდოდა რომ ჯერ მემკვიდრეობა გაგვევლო და შემდეგ მეჩვენებინა თქვენთვის აი ეს წვდომის მოდიფიკატორები იმისთვის რომ უკეთესად გაგეგოთ ანუ მემკვიდრეობის შემდეგ. ამიტომაც დავყავი ესე ეს თემები დავხლით ასე ვთქვათ ეს წვდომის მოდიფიკატორები და გადავანაწილე სხვადასხვა ვიდეოებში. ანუ ეხლა მე აი ამ names ველს აი ამ user-ში, აი ამ main-ში უკვე ვერ დავინახავ, იმიტომ რომ ეს არის protected. ანუ ან უნდა გამოვიყენო აი ამის, სადაც იქნება იმის შიგნით, ან მემკვიდრის შიგნით, ან მემკვიდრე კლასის ტანში. ამიტომ თუ მე ვეცდები რომ მივწვდე აქედან აი user-ს, დავსვავ წერტილს, დავინახო რომ ეს name ფიზიკურად არ არსებობს. ხო, ხელმისაწვდომი არის მარტო age, რომელიც მონიშნული მაქვს როგორც public-ი და მეთოდი display, ხო? აქედან გამომდინარე, აი ეს protected-ი აკეთებს ესეთ რამეს, რომ ანუ ხელმისაწვდომი არის აი ეს name მხოლოდ ამ კლასის ტანში, ან მემკვიდრე კლასის ტანში. ამიტომ თუ მე ახლა შევქმნი მემკვიდრე კლასს, ანუ რაღაცა კლასს, რომელსაც დავუშვათ, დავარქვათ არ ვიცი, gamer მაგალითად, ვითომ რაღაც თამაშების საიტია და ეს gamer-ი არის ჩვენი user-ი, წარმოვიდგინოთ. რა ვიცი, ცოტა ცუდი მაგალითია შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას არ აქვს მნიშვნელობა. და დავუწეროთ, რომ ეს gamer-ი, ორი წერტილი და user-ი, ანუ ეს gamer-ი გახდება user-ის მემკვიდრე. ეხლა უკვე დავინახავთ, რომ ჩვენ აი ამ gamer-ის შიგნით შევძლებთ ყველა იმ ველის და მეთოდის გამოყენებას, რომელიც მშობელ კლასში არის მონიშნული როგორც protected. ნუ ჩვენ შემთხვევაში name-ის. ამიტომ თუ მოდი ეს display მეთოდი დავაკოპიროთ, ნუ წარმოვიდგინოთ რომ ამ gamer-ს თავისი რაღაცა ექსკლუზიური ველებიც აქვს, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ეს არ გვაინტერესებს. თუ დავაკოპირებთ აი ამ display მეთოდს, სადაც ჩვენ სახელს ვბეჭდავთ და ეს სახელი მშობელში მონიშნული არის როგორც protected, ჩვენ დავინახავთ რომ ეს არ გააწითლებს, ხო? და აი ამ name-ის გამოყენება ჩვეულებრივ შეძლებს. თუ დავუშვათ ჩვენ აი ამ protected-ს გადავაკეთებთ ისევ private-ად, დავინახავთ რომ უკვე აი ამ მემკვიდრე კლასში გაწითლდება და ეს ერორი მეტყვის რომ მეო არ შემიძლია გამოვიყენო ჩემს მემკვიდრის ტანში ის ველი რომელიც მონიშნული არის როგორც private, იმიტომ რომ private არის დაფარული და ღია არის მხოლოდ აი ამ scope-ების შიგნით. ანუ იმავე scope-ების შიგნით, სადაც იქმნება ეს ჩვენი ველი. ხო, აი ეს არის მთელი არსი protected წვდომის მოდიფიკატორის. მოდი დავწეროთ ისევ protected, ხო? ნუ ხედავთ, რომ თავისუფლად ვიყენებთ x სადაც ვქმნით და ვიყენებთ მემკვიდრე კლასის შიგნით. უფრო მეტიც, ახლა ჩვენ შეგვიძლია მემკვიდრე კლასი შევქმნათ საერთოდ სხვა პროექტში. მაგრამ ეს protected-ი მაინც იმისთვის იქნება ხელმისაწვდომი. აი მაგალითად, ხო, ჩვენ კლასებს ვქმნით აი accounts კლასში, ხო? accounts კლასების ბიბლიოთეკაში. თუ ჩვენ აი სიტუაციაზე მთავარ პროექტზე დავდგებით და შევქმნით რაღაცა კლასს, რომელსაც ნუ არის კლას 1 ერკვას, არაფერს აღარ დავარქვე ამ შემთხვევაში. და
აი ამ კლასი ერთის, რომელიც მოთავსებულია სულ სხვა პროექტში, გავხდი user-ის მემკვიდრეს და დაუკოპირებ აი ამ display method-ს, ვბეჭდავთ names protected ცნობის მოდიფიკატორით, ხო? დავინახოთ, რომ პრობლემა ამასაც არ ექნება. ანუ ესეც შეუძლებლად იმუშავებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთავსებული არის სულ სხვაგან, ხოლო აი ეს ჩვენი user კლასი მოთავსებულია სულ სხვა პროექტში. მაგრამ ამას თავარი ეს არ არის, რადგან დაურეფერენსით ეს ორი პროექტი ერთმანეთს, წარმოიდგინეთ, რომ ეს უკვე ერთი პროექტია და ესენი შეუძლებლად უპრობლემოდ ხედავენ ერთმანეთს. ხო, აი ესე მუშაობს protected ცნობის მოდიფიკატორი. იმედია გაიგეთ. ну, გარდა ამისა, გვაქვს კიდე ერთი ცნობის მოდიფიკატორი, რომელსაც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ეს არის ცნობის მოდიფიკატორი ინტერნალი. ეს ცნობის მოდიფიკატორი ინტერნალი არის შემდეგი ტიპი. ანუ ის ველი, რომელსაც ჩვენ მოვნიშნავთ ცნობის მოდიფიკატორი ინტერნალით, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ user, ანუ იმ კლასის შიგნით, რომელსაც სადაც ეს ველი იქნება, ანუ ჩვენ შემთხვევაში user კლასის შიგნით და ხელმისაწვდომი იქნება პროექტის შიგნით არსებული მემკვიდრის ტანში. ანუ მხოლოდ პროექტის შიგნით არსებული მემკვიდრეების ტანში. მაგალითად, თუ მე ახლა აი ამ ჩემ age-ს მოვნიშნავ როგორც internals და შემდეგ აი ამ gamer-ის display-ში შევეცდები, რომ ეს age გამოვიძახო, ამას შეუძლებლად პრობლემა არ ექნება, არ გააწითლებს არაფერი. შეუძლებლად ესეთი ჩანაწერი ლეგიტიმური ვარიანტი იქნება, მაგრამ თუ მე შევეცდები, რომ ეს age გამოვიძახო აი ამ კლას ერთის შიგნით, უკვე დავინახო, რომ ეს გააწითლებს და მეტყვის, რომ მე ვერ ხედავს აი ესეთ well age-ს ფიზიკურად არ იცის, ხო? იმიტომ რომ ეს კლას ერთი უკვე როგორც ვიცით, მოთავსებული არის სხვა პროექტში, ხოლო ეს user-ი მოთავსებული არის სხვა პროექტში, მიუხედავად იმისა, რომ ეს კლას ერთი არის user-ის მემკვიდრე. ხო, ну, გარდა ამ ორი მოდიფიკატორისა, რომელიც არის protected და internal, არსებობს კიდე ერთი მოდიფიკატორი, რომელიც ამ ორივეს აერთიანებს და ამას ქვია protected internal ცნობის მოდიფიკატორი. და თუ მე ახლა აი ამ names მოვნიშნავ როგორც protected internal ცნობის მოდიფიკატორი, მე მის გამოყენებას შევძლებ როგორც პროექტის შიგნით არსებულ მემკვიდრის ტანში, ასევე პროექტის გარეთ არსებულ მემკვიდრის ტანში. ანუ ეს რაღაცნაირად ეს ორივე ამ protected-ის და internal-ის ფუნქციონალს ეს მოდიფიკატორი აერთიანებს. ხო, ну, ცალკე საუბრის თემა არის კლასების ცნობის მოდიფიკატორები. ну, ლოგიკა რა თქმა უნდა იგივე არის. ანუ როგორც ხედავთ, ჩვენ კლასებს უწევს წინ, ხო, public user-ი აი ამ ორივე კლასს მაგალითად, ხო? მაგრამ default-ად კლასი როცა იქნება, ეს ცარიელია ხოლმე, ანუ ეს public-ი არ წერია, ანუ ესე წერია ხოლმე. თავის როცა ვქნით კლასს, ესე ჩანაწერია class user, ხო? როცა ხდება ესეთი ჩანაწერი, აქ ნაგულისხმები არის, რომ აი ამ user class default-ად თუ წინ არაფერი არ უწერია, ნაგულისხმებია, რომ ის არის internal ცნობის მოდიფიკატორით მონიშნული. რაც ნიშნავს შემდეგს, რომ აი ეს კლასი, რომელსაც ინტერნალი უწერია წინ, ხელმისაწვდომი არის მხოლოდ თავისზე ზემდგომ სივრცეში, ანუ namespace-ში, რომელსაც ჩვენ დავარქვით account-ში, ხო? ანუ ეს user-ი თუ მონიშნული არის ინტერნალით, ხელმისაწვდომი არის მხოლოდ account-ის შიგნით, ხო? და სხვაგან არსად. აი ამ პრინციპით მუშაობენ ეს ცნობის მოდიფიკატორები C# პროგრამირების ენაში. ვფიქრობ, საინტერესო ლექცია გამოვიდა, იმედია თქვენც მოგეწონათ და იმედია გასაგებად ავხსენი ყველაფერი. მე დაგემშვიდობებით დღეს, არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება, აგრეთვე კომენტარის დაწერა თუ რაიმე გაინტერესებთ ან სურთ რაიმე აზრი გამოთქვათ ჩემი გაკვეთილების შესახებ. ამით არხს მხოლოდ დაეხმარებით და წინ წაწევთ, აგრეთვე არ დაგავიწყდეთ გამოწერის შემთხვევაში ზარის ღილაკის მითითება და არ გამოგრჩეთ ახალი დადებული ვიდეოები და საქმის კურსი იყოთ ჩვენს არხზე მომხდარი ცვლილებების შესახებ. მე დაგემშვიდობებით, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.